საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. თენგიზ შერგელაშვილმა შეხვედრები უკვე გამართა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან და ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტთან. შეხვედრებზე ძირითადი ყურადღება საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმაზე გაკეთდა. ვიზიტის ფარგლებში შერგელაშვილი ასევე მონაწილეობას ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 24 სესიაში მიიღებს, სადაც შერგელაშვილი სიტყვით გამოვა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვრცელ მოხსენებას გააკეთებს. იმ საკითხს, რომ უნდა შედგეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსა და საქართველოს მთავრობას შორის და პარლამენტს შორის, რათა ჩვენ მივიღოთ სრულყოფილი საკანონმდებლობა და თვითმმართველობისთვის, მოგვემზადოთ სრულყოფილად ადგილობრივი არჩევნებისთვის, რათა არსებითი ნაბიჯები გადაიდგას წინ. იქნება უფრო ინტენსიური თანამშრომლობა, რაც კიდევ უფრო მეტად დაგვაზღვის ხშირად იმ გაუგებრობებისგან, რომელიც აქტიურ დოკუმენტებში ხანდახან ჩნდება. ეს გახლავთ მეტად საინტერესო შეხვედრა. საუბარი შეეხო რეგიონული მმართველობის საკითხებში ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას. გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება საქართველოში მიმდინარე რეფორმებს დაეთმო. სწორედ ეს რეფორმები უნდა გახდეს ადგილობრივ თვითმმართველობებში დემოკრატიის გარანტი. მისასალმებელია, რომ ახალი ხელისუფლება სწორედ ამ მიმართულებით მიდის.